პატარა ვიდეოთი ჩაგერთვები, რისი გაზიარებაც მინდა რა. თემა შეეხება კარმას. მოკლედ, ნახე, ამ სიტყვის სხვადასხვანაირი გაგება არსებობს. რამდენი ადამიანიც იმდენი სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება არსებობდეს ამ სიტყვასთან დაკავშირებით რა. მეც დაკვირვებული ვარ, რომ რაღაც კონკრეტულ სიტყვას ასე თუ ისე რომ გავიაზრებ, ყოველ შემთხვევაში მე რომ გონია ხოლმე გავიაზრე, მე ხდება ისე, რომ თურმე სხვანაირად ყოფილა რა. ხო და ეხლა ამ კონკრეტულ სიტყვასთან დაკავშირებით მინდა ჩემი შეხედულება გავაზიარო. კარმა როგორც ასეთი სიტყვა შეიძლება განვიხილოთ როგორც რელიგიური ტერმინი, მაგრამ ჩემი აზრით ეს ისევე არის რელიგიური, როგორც მეცნიერული, ფსიქოლოგიური, რა ვიცი, ადამიანური, ანუ ყველანაირად შეიძლება ამის ახსნა რა. და ეხლა ვეცდები ფსიქოლოგიურ დონეზე ახსნა, როგორი სტრუქტურა გააჩნია კარმას და საერთოდ ანუ როგორ მუშაობს, აი რა არის ეს კარმა. ფსიქოლოგიური მიდგომით რომ ახსნათ რა. როდესაც რაღაცას გაიფიქრებ რა, აი მაგალითად, აი ადამიანი შეხვდა ქუჩაში, საერთოდ ცხოვარი რა და შენთვის ცოტა შეუფერებლად აცვია, ან შეუფერებელი რაღაც ქცევები აქვს, ხო? ამ ადამიანზე რო ფიქრობ რაღაც ნეგატიურად, რომ აი ფუ რა აცვია ამას, ან რავი, ნებისმიერი რაღაც რა, ან ეს რატო თქვა, ან ესე რატო ლაპარაკობს, ან ესე რატო იქცევა, ხო? არა საჭირო რომ ეს კონკრეტულად იმ ადამიანს უთხრა რაღაც. აი თუნდაც რომ გაიფიქრებ ამას, ხო? ეს ფიქრი, ნახე, ნეგატიური ფიქრი, ხო? არსად არ იკარგება მოკლედ. ანუ ნახე, როგორი შეხედულებაც გაქვს, აი კონკრეტულად ეხა ამ საკითხზე, ხო, რომ აი ამ ადამიანს რა აცვია და გაიფიქრე ეს ნეგატიური ფიქრები წამოვიდა და ხო, ანუ ესეთი მიდგომით, ხო, ამაზე ალბათ თანხმდებით, რომ რაღაცნაირად იძაბება ადამიანი ამ დროს, ხო? ითრგუნება და რაღაც ცუდი ნეგატიური ფიქრები შემოდის. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ნეგატიურად ვიფიქრებთ, ნეგატიურად შევაფასებთ ვინმეს, აი კონკრეტულ ადამიანს, ან კონკრეტულ რაღაც სიტუაციას, ხო? ან პირველ რიგში აი თუნდაც ჩვენ თავს ცევა არ მოგვეწონა, ხო, რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში. ან ჩვენი თავი არ მოგვეწონა, როდესაც სარკეში ჩავიხედეთ დილით, ხო? აი ეს ყველაფერი, ეს ინფორმაცია შეიძლება არც კი დავფიქრდეთ, ანუ არც კი გავაანალიზოთ ეს ყველაფერი. ისე მოქმედებს ადამიანის ფსიქიკისთვის რა. შეგვიძლია ეს წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის რაღაც ენერგია რა, რომელიც ანუ რაღაც ენერგიის მიღების რაღაც მექანიზმი არის, რომელიც ჩაშენებული არის ჩვენში. აი ნახეთ, ჩვენს სხეულს მიღმა არის ყველანაირი ენერგია რა, ნეგატიურიც, დადებითიც, ცუდიც, კარგიც, რა ვიცი, ყველანაირი. ანუ ყველანაირი ენერგია არსებობს ჩვენს სხეულს გარეთ და ჩვენ თავში არის რაღაც მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ენერგიების მიღებას. ხო და ის სიტყვაზე შევაფასეთ ცუდად რაღაც სიტუაცია, ეს ცუდი შეფასება უკვე შემოვიდა. ანუ ჩვენ ვერაფერს ვეგუზავთ იმას. თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანი ფიქრობს განუწყვეტლივ და უფრო მეტიც რა, როდესაც ადამიანს ძინავს, მაშინაც სულ განუწყვეტლივ ფიქრის პროცესში არის. აზროვნება, ცნობიერება არის გათიშული რა. ანუ მოსვენებით მდგომარეობაშია, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ ტვინი აღარ ფუნქციონირებს. ტვინი არის მუდმივად განუწყვეტლივ ჩართული არის დაბადებიდან გარდაცვალებამდე რა, აი ამ მონაკვეთში არის ყოველთვის მუშაობს. ამით რის თქმა მინდა, რომ როგორი შეხედულებაც გვაქვს ჩვენ სამყაროს მიმართ, ნებისმიერი სიტუაციის მიმართ, იგივე შეხედულებები იტუმბება ჩვენს ტვინში. ამიტომაც ცოტა რთული არის ხოლმე ჩამოსაყალიბებლად ესეთი ცნებები, აი მაგალითად, რაზეც ეხლა ჩვენ საუბრობთ, არის კარმა, ხო? შეგვიძლია სხვა კუთხიდანაც შევხედოთ, რომ მე რამოდენიმე წუთის წინ ვთქვი ის, რომ ჩვენს სხეულს გარეთ არის უამრავი სხვადასხვა ენერგია, მაგრამ შეგვიძლია აი ესეთი კუთხიდანაც დავინახოთ, რომ უამრავი სხვადასხვა ენერგია კი არ არის, უბრალოდ არის ერთი კონკრეტული რაღაც ენერგია რა. ჩემი აზრით ეს უფრო სწორი არის, რომ ესეთი მიდგომა რა, მთავარია ადამიანი
მიუდგეს ამ საკითხს და არ აქვს მნიშვნელობა რა იარაღით მიუდგება, ანუ ლოგიკის რომელი ჯაჭვიდან შეძლებს შეაღწიოს ამ კონკრეტულ ცნებამდე, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. შეგვიძლია ესე დავინახოთ ეს სიტუაცია, რომ ადამიანის ხეულის მიღმა არის უამრავი ენერგია კი არა, არის ერთი კონკრეტული რაღაც ენერგია. ამ ენერგიას ახლა ჩვენ როგორ ინტერპრეტაციას მივცემთ, აი მაგას აქვს მნიშვნელობა. აი მარტივად რო ვთქვათ რა, ჩემი ტვინი ნეგატიურად მუშაობს, ეს ნეგატივი ანუ ჩემივე ტვინში ინახება. აი მე მგონი ეს უფრო გასაგებია, ხო? დადებითად უდგები რაღაც საკითხებს, ანუ დადებითი ფიქრები მოდის ჩემი ცნობიერებიდან, ჩემი ტვინიდან დადებითი ფიქრები მოდის, დადებითი ფიქრები ჩემი ცნობიერებიდან წამოსული მიიზიდავს. ნახე, დადებითად, როდესაც დავიწყებ ფიქრს, მაშინ მოხდება ესეთი რაღაც, რომ ჩემი გონება უკვე მიმართულია ისეთი ინტერპრეტაციისკენ, როგორიცაა, ასევე, ანუ იგივე ენერგიის მიღება რა, ანუ როგორც უყურებ კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ საკითხს, ანალოგიურად მიბრუნდება უკან. ნეგატივს ვხედავ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში, ნეგატიურად მივიღებ, ხო? და შესაბამისად ეს ნეგატივი არსად არ დაიკარგება. ეს ნეგატივი ყოველთვის იქნება, ესე ვთქვათ, ადამიანში რა. ხო და დადებითად შევხედავ რაღაც კონკრეტულ საკითხს, ანალოგიურად, როგორც შევხედავ ამ საკითხს, ისევე დამიბრუნდება უკან რა. ხო, მოკლედ, აი ესეთი კონკრეტული და პატარა ვიდეო მინდოდა. ამის გამორჩობა კიდევ შეიძლება, უბრალოდ აი რატომაც გადავწყვიტე, რომ ესეთი პატარა ვიდეო ჩამეწერა. ხო და აბა როგორ დაგაინტერესებთ ეს თემა და შეგვიძლია მე ჩავშალოთ და უფრო კარგად განვიხილოთ რა.